ეროვნულ საქმეში ეტალონს მხარში უდგას სადაზღვევო პროგრამა ჩემები. ჩემების სკოლა. ფრიადი ჯანმრთელობაში. ეროვნულ საქმეში ეტალონის მხარდამჭერია საქართველოს ტელეკომი 8-10. მოგესალმებით, ეთერშია ეტალონი, ტელეიმედის და ჟურნალ რეიტინგის ერთობლივი პროექტი. ეტალონი 2006-2007 სასწავლო წლის განმავლობაში ყოველ შაბათს ზუსტად 6 საათზე გავა ეთერში და უამრავ შრომის მოყვარე ახალგაზრდას კვლავ და კვლავ გაუკვალავს წარმატებისკენ მიმავალ გზას. ჩვენი პარტნიორი, ამასთან ერთგული პარტნიორი ისევ თბილისის მერია და საკრებულოა. თბილისის მერის გიგი უგულავას გადაწყვეტილებით გამარჯვებული ეტალონელი და მისი კლასის დამრიგებელი ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 50 ლარის ნაცვლად გაორმაგებულ თითოეული 100 ლარის ოდენობით სტიპენდიას მიიღებს. ახლა კი მთავარი ეტალონი ყველაზე ეროვნული მედია პროექტია, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება. მე ამ პროექტის ავტორი და გადაცემის წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გახლავართ. დღევანდელი გადაცემის ექსპერტთა ჯგუფის წევრები კი არიან 53 საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი შორენა აბესაძე, ამავე სკოლის პედაგოგი ქალბატონი ნინო აბულაძე და ამავე სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე სალომე გორგოშიძე. ახლა კი ჩვენ კონკურსანტებს მივესალმები და თითოეულ მათგანს წარმოგიდგენ. გამარჯობა. ეტალონში ვარ პირველად, ძალიან დიდი ხანი ვოცნებობდი აქ მონაწილეობაზე და როცა ეს მომენტი დადგა, ცოტას ნერვიულობ. იმედი მაქვს გვერდი დამეხმარება და კარგად ვითამაშებ. მოგესალმებით, მიხარია რომ ეტალონში ვიღებ მონაწილეობას, იმედი მაქვს გამიმართლებს, დანარჩენ მონაწილეებსაც ვუსურვებ წარმატებას. ეტალონში მონაწილეობა ცოდნის კუპონებთან ერთად უკვე რა თქმა უნდა ეს იცით, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ SMS-ებითაც შეგიძლიათ. ამისათვის სწორ პასუხებთან ერთად თქვენ შესახებ ინფორმაცია უნდა გამოაგზავნოთ სპეციალურად ეტალონისთვის შერჩეულ ნომერზე 1565-ზე. თუ როგორ უნდა მოახერხოთ, ეს იხილეთ მხოლოდ ჟურნალ რეიტინგში. მოგესალმებით, ეტალონში ვარ მეორედ, პირველად არ გამიმართლა და იმედია დღეს გავიმარჯვებ. ეტალონში ვარ პირველად, იმედი მაქვს რომ გავიმარჯვებ ყველა მონაწილეს ვსურვებ წარმატებას. ეტალონში მონაწილეობა და ჩვენი პროექტის გადაცემის ყურება თითოეული სკოლის, თითოეული მოსწავლისათვის აუცილებელია. ჩვენ გადაცემებში დაიწყო უმაღლეს სასწავლებელში შემსვლელი აბიტურიენტებისთვის უნარჩვევებზე დაყრდნობილი აგებული კითხვებისთვის დიდი ადგილის დათმობა. მოგესალმებით, დიდი ხანია ვოცნებობ გადაცემა ეტალონში მონაწილეობაზე, ღვთისმსმენით გამიმართლა და იმედია დღესაც გამიმართლებს. მოგესალმებით, ძალიან მიხარია რომ ამ პროექტში მონაწილეობ და იმედია ღვთისწყალობით გავიმარჯვებ. ყველაზე ეროვნულ მედია პროექტში 2006-2007 სასწავლო წელი ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მეგობრობის წლად გამოცხადდა. ეტალონი საქართველოში გამოგონებული და დაპატენტებული პროექტია. პირადად მე და ახლა უკვე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლებიც დარწმუნებული ვართ, რომ ეტალონი სხვა ქვეყნებშიც გაამართლებს. მოგესალმებით ყველას, ეტალონში ვარ პირველად, იმედია მივაღწევ წარმატებას. მოგესალმებით, ძალიან მინდოდა ეტალონში მოხვედრა, გამიმართლა და იმედია დღეს თამაშიც გამიმართლებს. დღევანდელი გადაცემიდან ეტალონში ჩართვას, ამ გადაცემაში ჩართვას, გადაცემის მონაწილეთა თანხლები პირებით შეძლებენ. თუ როგორ მოახერხებენ ისინი ამას, გადაცემის ბოლოს იხილავთ. და გახსოვდეთ, ასეთი სულ 4 გადაცემა გვექნება. მოგესალმებით, დიდი სურვილი მქონდა მომხდარიყო ამ რეჟისერის შანსდაო პროექტში, ბედმა გამიღიმა და მოვხდი. წარმატებებს ვსურვებ ყველა მონაწილეს. მოგესალმებით, მოხარული ვარ რომ მოხდი ამ პროექტში, იმედია ღვთისწყალობით გამიმარჯვებ. მე 10 მონაწილე ვარ და იმედია არ კითხვა არ მოხდება მათემატიკიდან. ვფიქრობ, თამაშის წესები ყველამ კარგად იცით, დღეს არაჩვეულებრივად კარგი საპატიო სტუმრები გვყავს. იმ კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობასა და ესე იგი ჩვენი ქვეყნის მომავალს ეზრუნავენ, ამიტომ მე დროს მაქსიმალურად დავზოგავ და პირდაპირ თამაშზე გადავალ. ყურადღება, ეტალონი იწყება. პირველი ტური. და სანამ პირველი ტურის პირველ შეკითხვას დავსვამდე, მინდა შეგახსენოთ, რომ ეტალონს საქართველოსა და მის მომავალზე, მოსწავლე ახალგაზრდობასა და სტუდენტობაზე განსაკუთრებით შეყვარებული კომპანიები უდგანან მხარში. ასეთები კი არიან ჩვენი პარტნიორები. ბანკი რესპუბლიკა, ახალგაზრდობის წარმატების გარანტი და სამშენებლო კომპანია მოდული, რომელიც აშენებს ჩვენთვის, ხალხისთვის და თქვენთვის მომავალი თაობები. ახლა კი სრული სიჩუმე და ყურადღება. პირველი ტურის პირველი შეკითხვა ეკრანზე. აკაკის მამას როსტომ წერეთელს ერთი გლეხი ყოველთვის ბოლოს ხარკის სახით ნახევარ კვერცხს უხდიდა. რატომ არ ათავისუფლებდა ამოვალეობისგან ბატონი გლეხს? ეს ნობილი ფაქტია საკმაოდ. A. უბრალო პრინციპის გამო. B. ტრადიციის გამო.
C სიხარბის გამო და D ამ პარტავნობის გამო. მაშა ასე ყურადღებით მოსაფიქრებლად სულ 15 წამი წამზომი, აი ახლა ჩაიგდო. დრო ამოიწურა და ახლა მთელი ქუთაისის ყურადღება შენკენაა მოპყრობილი. იობაძე თინათინი, მე-9 საჯარო სკოლა. რატომ არათავისუფლებდა ბატონი გლეხს? დარწმუნებული არ ვიყავი, ამიტომ თავი შევიკავე. ისე რომას ფიქრობდი? ისე ვფიქრობდი ამ პარტავნების გამო. კეთყვი რომ გლეხს იმდენად მქონდა მობეზრებული ეს ყოველთვიური აქცია, ასე ვთქვათ, რომ ბატონს ეხვეწებოდა, ოღონდ გამანთავისუფლდა ერთი კვერცხის ნაცვლად მთელ ხბოს მოვიყვან ანძროხას მოვიყვანო, მაგრამ არანაირად არ თანხმდებოდა როსტომ წერეთელი ამას. მე ტრადიციებს ხომ ვერ დავარღვევო. მაშასე ყურადღებით, სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია B, ტრადიციის გამო. მეორე შეკითხვა ეკრანზე. დიდი სიმაღლიდან დედამიწაზე ვარდნილი სხეულის სიჩქარე A მხოლოდ მცირდება, B მხოლოდ მუდმივია, C ჯერ იზრდება, შემდეგ მუდმივია და D სულ იზრდება. მოსაფიქრებლად სულ 15 წამი ყურადღება, წამზომი, ჩაიგდო. დრო ამოიწურა და კახოიძე მაგდა ახმეტა ქვემოავანის საჯარო სკოლა. სანამ გეტყობე რომელია სწორი პასუხი, მე მინდა დიდი მოკითხვა გადავცე ახმეტელებს. რამე თუ ახმეტაში პირველივე ეტალონელები იყვნენ ახმეტიდან და ძალიან პოპულარულია ეს პროექტი ახმეტაში. ახლა კი გეკითხები რომელია სწორი პასუხი? არ ვიცოდი სწორი პასუხი და თავი შევიკავე. თავი შეიკავე, ისე რომელს ფიქრობდი? სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია C, ჯერ იზრდება, შემდეგ მუდმივია. მესამე შეკითხვა ეკრანზე. მე შეგპირდით, რომ ამ გადაცემებიდან უმაღლეს სასწავლებელში შესვლელი აბიტურიენტებისთვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა დაეთმობა ჩვენ გადაცემებში. ასეთ კითხვებს. რა რიცხვი უნდა გამოვაკლოთ -3-ს? რომ მივიღოთ საკლების მოპირდაპირე რიცხვი. -3-ს რა რიცხვი უნდა გამოვაკლოთ, რომ მივიღოთ საკლების მოპირდაპირე რიცხვი? A 3, B -3, C -6 და D 6. მოსაფიქრებლად სულ 15 წამი წამზომი ჩაიგდო. რა მოიწურა და კაკოიშვილი დავითი თერჯოლა მეორე საჯარო სკოლა, რომელია სწორი პასუხი? ჩემი აზრით ეს არის -6, C. -6 შედარწმუნებული ხარ? არა. შენი თუ შენი პასუხი მოეწონათ და სწორი იქნა ეს პასუხი, რომ დაგიმესიჯებენ და ეგახტები თვის სიმპათია. თვის სიმპათია კი მომავალი თვის ბოლო გადაცემაში უკონკურსოდ ყოველგვარი წინასწარი პირობის გარეშე მიიღებს მონაწილეობას, მას საჩუქრად მობილურს მთელი სასწავლო წლის განმავლობაში გადასცემს. ანუ თვის სიმპათიებს საჩუქრად გადასცემს ჟურნალი თბილისელები, ჟურნალ თბილისელების დამფუძნებელი, ჟურნალი, რომელიც პოპულარულ ადამიანებსა და ავტორებს თავად ქმნის. ახლა კი ძალიან საინტერესოა, ბევრი ადამიანი დაგიმესიჯებს თუ არა. ყურადღებით, სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია C -6. მეოთხე შეკითხვა ეკრანზე. საქართველოს რომელ რეგიონში მდებარეობს უშკული? A ცხეთამთიანეთში, B რაჭალეჩხუმში, C სამეგრელო ზემო სვანეთში და D იმერეთში. საკმაოდ მარტივი შეკითხვა, მოსაფიქრებლად სულ 15 წამი წამზომი ჩაიგდო. დრო ამოიწურა და
ქრივიშვილი სანდრო კასპი პირველი საჯარო სკოლა, რომელია სწორი პასუხი? ეს არის C, სამეგრელო ზემო სვანეთი. მასე მოჩანს კასპიდან? კი. დარწმუნებული ხარ? კი. დამრიგებელი რას გასწავლის? რუსულს. რუსულს, ესე იგი თუ არ არის ახლა სწორი პასუხი, დამრიგებელი მაინც და მაინც ვერ შემოგედავება. ვერა. მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ სწორია? კი. მაშინ ასე ყურადღებით, სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია C, სამეგრელო ზემო სვანეთში. მეხუთე შეკითხვა ეკრანზე. უნარჩვევებზე აგებული შეკითხვა. ასოების რომელი მიმდევრობა არ აღნიშნავს ცნობილი ქართველი პოეტის გვარს? A. ათასიანი, B. ბატიძე, C. ლეშინი, D. ათარბლიშვილი. მოსაფიქრებლად სულ 15 წამი თქვენ ასოების სწორად უნდა დააწყოთ. მაშინ ასე ყურადღებით წამზომი ჩაერთო. დრო ამოიწურა და კიდევ ერთი ახმეტელი. ფიცხელაური ნათია, აწყურის საჯარო სკოლა. კიდევ ერთხელ დიდი მოკითხვა ახმეტელებს. ახლა გითხარი, რომელია სწორი პასუხი? ვერ მოვასწარი. ისე რომელს ფიქრობდი? ლეშირი. სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია C, ლეშირი. საქართველოში არსებობენ კომპანიები, რომლებიც მოსწავლე ახალგაზრდობაში სერიოზულ კაპიტალს საკუთარი ინიციატივით, ხას უსვამ, საკუთარი ინიციატივით სიამოვნებით აბანდებენ. მაშასე ეროვნულ საქმეში ეტალონს ხარში უდგას სადაზღვეო პროგრამა ჩემები სკოლა, დაეზღვიე სანამ სკოლაში ხარ. ეროვნულ საქმეში ეტალონს მხარში უდგას კომპანია საქართველოს ტელეკომი, ხას უსვამ, საქართველოს ტელეკომი. 8 სატელეფონო კავშირი, რომელიც ყველა სჭირდება, ახლა კი მონაწილეთა რეიტინგი ეკრანზე. ქრივიშვილი სანდრო 17 ხულა, ბუკია ლიკა 17 ხულა, კაკოიშვილი დავითი 16 ხულა, კახოიძე მაგდა 16 ხულა, იობიძე თინათინი 14 ხულა, სისოშვილი გვანცა 14 ხულა, ფიცხელაური ნათია 11 ხულა, ტუნაძე გიორგი 11 ხულა, კურტანიძე დიმიტრი 11 ხულა, სიჭინავა შალვა 7 ხულა. მეექვსე შეკითხვა ეკრანზე. როგორი ყვავილედი აქვს კომბოსტოს? A. ტევარი, B. რთული ქოლგა, C. კალათა, D. მარტივი თავთავი. ახლა რა სიხარულით გიყურებენ ბიოლოგიის მასწავლებლები? მაშინ ასე ყურადღება, წამზომი ჩაერთო. მაშასე დრო ამოიწურა და სისოშვილი გვანცა ველისიხე პირველი საჯარო სკოლა, რომელია სწორი პასუხი? C კალათა. მაშასე ყურადღებით, სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია A. ტევანი. მეშვიდე შეკითხვა ეკრანზე. ჩამოთვლილთაგან რომელი ელემენტის ატომებისგან შედგება ალმასი? A. წყალბადის, B. ნახშირბადის, C. ჟანგბადის და D. აზოტის. მოსაფიქრებლად სულ 15 წამი, თქვენ ახლა განსაკუთრებული ყურადღებით ქიმიის მასწავლებლები გიყურებთ. წამზომი ჩაერთო. ამოიწურა და სიჭინავა შალვა ჩხოროწყუ ლესიჭინეს საჯარო სკოლა. რომელია სწორი პასუხი? თავაფიქსირე B, თუმცა დარწმუნებული არ ვარ. სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია B. ნახშირბადის. მერვე შეკითხვა ეკრანზე. სიტყვა ფიასკო სრული წარუმატებლობისა და მარცხის მნიშვნელობით გამოიყენება. არადა იტალიურიდან თარგმანში ნიშნავს. A. ჭიკats, B. ღვინის ბოთლს, C. ირონიულ ღიმილს და D. გამარჯვებას. ძველი სიტყვაა იტალიური, იფიქრეთ
მხოლოდ 15 წამის განმავლობაში ფიასკოზე წამზომი ჩაირთო. დრო ამოიწურა და კურტანიძე დიმიტრი ხაშური პირველი საჯარო სკოლა. ნამდვილად არ ვიცოდი ამ შეკითხვაზე პასუხი. თავი შევიკო. ეს აღნიშნავდა ღვინის ბოთლს. ის დაახლოებით ამ ხელა არ იყო, ცოტათი უფრო დიდი იყო, 2.3 ლიტრის მოცულობის იყო. და ამით გადაქონდათ ხოლმე ღვინო, მაგრამ როცა გავარდებოდათ ხელიდან ან დაემტვრეოდათ ან რაიმე სხვა დაემართებოდა, ამბობდნენ ფიასკო განიცადაო. მაშასე ყურადღებით, სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია B, ღვინის ბოთლს. რეიტინგს ამ თამაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მონაწილეთა რეიტინგი ეკრანზე. ხრივიშვილი სანდრო 26 ქულა, იობიძე თინათინი 23 ქულა, კაკოიშვილი დავითი 22 ქულა, ტუნაძე გიორგი 20 ქულა, კახოიძე მაგდა 20 ქულა, უკიალიკა 19 ქულა, სისოშვილი გვანცა 18 ქულა, კურტანიძე დიმიტრი 17 ქულა, სიჭინავა შალვა 14 ქულა, მიცხელაური ნათია 11 ქულა. მეცხრე შეკითხვა ეკრანზე. სუბუქი მანქანის სიჩქარე 25%-ით აღემატება ავტობუსის სიჩქარეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. სუბუქი მანქანის სიჩქარე 25%-ით აღემატება ავტობუსის სიჩქარეს. რამდენი პროცენტით არის ნაკლები ავტობუსის სიჩქარე სუბუქი მანქანის სიჩქარეზე? A 25%, B 20%, C 50%-ით და D 10.37%-ით. მოსაფიქრებლად სულ 15 წამი, წამზომი ჩაირთო. ამოიწურა და მე გურიას მივესალმები ტუნაძე გიორგი ჩოხატაური ჩხაკოურა საჯარო სკოლა. რომელია სწორი პასუხი? მე მოსწარი გამოთლა და თავი შევიკავე, ისევ ვფიქრობდი C-ს. სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია B 20%. მეათე შეკითხვა ეკრანზე. თავქარიან მოსულელო ადამიანს ძველად უწოდებენ. A. ჩოკოლადს, B. აფრაკს, C. მებაირახტრეს და D. თამადას. მოსაფიქრებლად სულ 15 წამი გამზომი ჩაირთო. ამოიწურა და ხობი ბუკიალიკა პირველი მაისის საჯარო სკოლა გისმენთ. თავი შევიკავე, პასუხი არ ვიცოდი და ზუსტად. სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია B აფრაკს. რეიტინგს ამ თამაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მონაწილეთა რეიტინგი ეკრანზე. ხვრივიშვილი სანდრო 30 ქულა, იობაძე თინათინი 27 ქულა, კაკოიშვილი დავითი 26 ქულა, სისოშვილი გვანცა 25 ქულა, ტუნაძე გიორგი 24 ქულა, კახოიძე მაგდა 24 ქულა, უკიალიკა 23 ქულა, კურტანიძე დიმიტრი 19 ქულა, სიჭინავა შალვა 16 ქულა, ფიცხელაური ნათია 11 ქულა. როგორც ხედავთ, მეორე ტურში გამსვლელი 6-ვე კონკურსანტის ვინაობა გაირკვა. რაც შეეხება ბუკიალიკას, კურტანიძე დიმიტრის, სიჭინავა შალვასა და ფიცხელაურ ნათიას. თქვენ გადმოგეცემათ, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი საჩუქარი. ახალი აღთქმა და ფსალმუნები, რომელიც ბუმბერაზმა ადამიანმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილიამ მეორემ თითოეულ თქვენგანს პირადად გამოუგზავნა. რაც შეეხება ეტალონში მონაწილეობის მსურველებს, შეგახსენებთ, რომ წელს ეტალონში მონაწილეობა განსაკუთრებით მოტივირებულია, რადგან
2006-2007 სასწავლო წელი ეტალონში ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მეგობრობის წლად არის გამოცხადებული. რაელის გადამწყვეტი თამაშის გამარჯვებულს ეს არავინ არ იცის და ალბათ ამას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გადაწყვეტს და გარდა ამისა გაორმაგდა გამარჯვებული ეტალონელისა და მისი კლასის დამრიგებლის სტიპენდია და ეს გააკეთა თბილისის მერმა ბატონმა გიგი უგლავამ. ახლა კი სარეკლამო პაუზა, შორს არ წახვიდეთ ჩვენ ეთერში, მალე დავბრუნდებით. ეროვნულ საქმეში ეტალონს მხარში უდგას სადაზღვევო